დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა, ბუბა იტყვის რომელი საათია? Qua? Ui, ხო. აღარ მინდოდა. რატო უთხარი რომ იტყოდა? არა. აი ეს კონფლიქტი მიყვარს თქვენი მხოლოდ საათზე როა და მეტი არაფერზე. მეტი არ ყოფილიყოს არაფერი. მოგიძებნი. 12-17 წუთია ესე იგი რა. ეხლა ჩვენი სტუმარი არის არაჩვეულებრივი მაესტრო დათო ევგენიძე. დიდი მადლობა დათო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა დიდი. დავიწყოთ საუბარი, იქიდან ვიცით რომ იგეგმება ჰიტერატურას ერთ მუსიკალური ფესტივალი აგვისტოში ბათუმში. ყოველწლიური? კი ბატონო, ყოველწლიური. ამის შესახებ რომ მოგვიყვეთ, გვიამბოთ. ეს ყოველწლიური ფესტივალი ძალიან კარგი мотиваცია მუსიკოსებისთვის. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი იღებს მონაწილეობას და 7-ში იქნება ჩემი კონცერტი. ძალიან ბევრი ახალი რამ გაჟღერდება. რომელიც იქამდე მოკლედ ჩემ ამ ავანტყობამ გუძრის გადანერგვამ. დიდი საჩუქარი გამიკეთა, იმიტომ რომ სახში ვიჯექი და ვიპოვე ვინჩესტერები, სადაც ვიპოვე იმდენი მუსიკა. დედა რა ბედნიერება. 14 ვინჩესტერი ვიპოვე გადაწერილი მუსიკით, რომელიც საერთოდ არ მახსოვდა რომ დაწერილი. დედა. და ეხლა იმის რეინკარნაციას ვაკეთებ, ვაცოცხლებ ამ მუსიკას რა და სუპრემიერები იქნება რა. არა, მაგარია. და წელს საიუბილეო წელიც არის ჩემი, მექნება ციკლი კონცერტების. ერთი იქნება ნოარც რუსთავის ხურავენ რეკონსტრუქციას, მაგრამ თეატრები ფუნქციონირებენ და ახლოს უკვე კონცერტებიდან დავაანონსებ, რომ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, საერთოდ მინდოდა რუსთავის თეატრში. არასდროს არ მქონია ამდენი სიმღერის ავტორს სიმღერების კონცერტი მე. და უცებ დავფიქრე ეს ვინჩესტერებში უსმენდი ამ სიმღერებს, მეთქი რატო არა გაკეთებული და ერთი იქნება ჩემი სიმღერების კონცერტი და მეორე ესეთი პერფორმანსი კონცერტი, როგორც ოპერაში რომ აქვს ხოლმე რუსთავის თეატრში ჟანრების აღრევა და პერფორმანსი და მოკლედ ეს წელი საკმაოდ ჩემი დაბრუნება არის სცენაზე. გამაგარია და მსმენელის გახარება, რა თქმა უნდა. ყოველი. ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ მსმენელი არის мотиваცია შენთვის და დარბაზში რომ შევდივარ სიხშირეს გზნობ ხოლმე იმ მაყურებლის, რომელსაც ასხივებენ. და მე იმ სიხშირეზე ვცდილობ იმ ტალღებზე დავждე რა. და ეს იგრძნობა როგორც ყოველ ბათუმშია კონცერტი და კერძოდ სად არის? ღია ცისქვეშ და ზუსტად ადგილი მართალი გითხრა არ ვიცი. და ისიც არ ვიცი მე არის კონცერტის მერე კლუბში და ეგეც ჯერჯერობით არ ვიცი. ყველაზე ბოლოს ვიკეთე სადამოქმედო კონცერტი. არა მე სპეციალურად კითხეთ რომ მაყურებელმა და მსმენელმა ღია იცოდეს ცისქვეშ უკვე ბათუმში იქნება როგორც ვიცი რამოდენიმე ლოკაცია ესე ვიცი ერთი ერას მოედანზე შეიძლება იყოს აუცილებლად ბულვარში აბსად დაანონსდება და რა თქმა უნდა ანონსი იქნება ამ კონცერტის ახლოს კონცერტთან სად გაიმართება და ბათუმს მუსიკა უხდება. აი ეგ უნდა მეთქვა, განსაკუთრებულად ბათუმს ძალიან უხდება მუსიკა და ფესტივალები და განსაკუთრებულად ჩვენი გზავნილები გავაგზავნოთ ზღვიდან ტალღებს გავატანოთ სიყვარული მუსიკა დიდი სიყვარული. რა მაინტერესებს ადრე კითხეთ და რა თქმა უნდა პასუხი მივიღე, მაგრამ აი სულ მინდა კონკრეტიკა იმაზე რომ აი მოდის მუსიკა, მოდის აი როგორ გესმით, ჩვენ რო გვესმის, ისე გესმით თქვენ? არა, რა თქმა უნდა, ალბათ. ძალიან უცნაური რამეა, მაგალითად წყალი რომ მოგწყურდება რა და ხო არ ფიქრობ მაგას გაცნობიერებული ხო არა პირდაპირ მექანიკურად მედიხარ წყალს ისხავ და სვავ. აი რაღაცამ კარნახობს მივდივარ ჟდები და ხელები უკრავენ და მე ვარ პირველი საკუთარი თავის მსმენელი. თუ რას უკრავ? მერე ვიგებ ხოლმე რა აი და გამეორება უკვე იცი რა ერთხელ რომ დაუკრა უკვე ეს პროფესიონალიზმია რომ გახსოვდეს რაც დაუკარი რა მაგრამ ის რაც პირველად უკრავ ის უკვე მზად არის და არასდროს არ იცვლება ხოლმე მე მუსიკას რომ წერ ის პირველი რაც დაიკვირა ყოველთვის ის არის არასდროს არ შემისულია და ეს ბედნიერება მაგ ბავშვობიდან რა ეხლა ბებია ჩემი რო არ ყოფილიყო თან სუმეუნეოდა რომ ახსენებდი ხოლმე გადაცემაში ბებია ჩემს თქვი სახელი და გვარი მეუნება. კეთევან მაღლაფერიზე თვითონ მღეროდა სახელმწიფო ანსამბლში და
პატარა რომ დგებოდი და უკრავდი 4 წლის, მამა ჩემი იზახდა რომ ფსიქიატრთან წაიყვანეთ ეს ბავშვიო რა, იმიტომ რომ რუსთავზე ცხოვრობდით ერთ ოთახიაში და ვაღვიძებდი რა. და მე ჩემ ფსიქიატრთან კი მუსიკას ვანეცე. პროფესორი იქნება. და ბავშვობიდან ესე მუსიკის მიმართულებით მამატარებებია რა. ვის ანდობ თქვენს მუსიკას? აი პირველი ადამიანი და თან ყურს უგდებთ, რომ აი რა თქმა უნდა პირველი ჩემი ცოლია რა. ნინო რაჩეულებრივი ნინო. რომელიც არის საჩუქარი ღმერთის და ჩემი მუზა რა და რამდენი წელიც არ უნდა ვიცხოვრო, ყოველთვის პირველი სიყვარულით მექნება ყოველი დილა. რა მაგარია რა ეგ. შენიშნებს თუ გაძლევთ? მუსიკაში არ. მუსიკაში თუ არა? არა, არ მაძლევს ხოლმე, უყვარს ჩემი მუსიკა, რაც მნიშვნელოვანია და ესმის აი მაგალითად მე რაც მომწონს, იგივე მოწონს ხოლმე. რა ეს ამაგარი ადგილია მოთქვია და ზუსტად ის ყოფილა, რაც ჩემთვისაც ყოფილა რა. განსაკუთრებულად. ისე რა არის იცით ერთი სულ მაინტერესებს და ადამიანებს ვეკითხები ხოლმე აი პატარა დათო 10 15 16 თუ 20 აი დღეს ვინც ხართ იფიქრებდით იმ დროს რომ ესეთი სტატუსი თავი არ მახსოვს მუსიკის გარეშე ეხლა პირველი ჩემი ნოტები დაიბეჭდა ვიყავი 7 წლის პირველ კლასში მაქვს ეს გაზეთი თბილისი ნორჩი კომპოზიტორი და ნოტებია ჩემი დაბეჭდილი და ჩემი სიმღერის თბილისზე და მიმართლებდა იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ვინც მატარა პატარა ბიჭი და პირველი საღამოები გამიკეთა ეს იყვნენ ბორის ფოცხიშვილი დავით თორაძე ისეთი ადამიანები რომელებმაც აი თელი ცხოვრება გვერდზე მედგნენ და იკაფეს და თქვენს და მე ამათ გამო ურთიერთობა მქონდა სულ ასე დიდ ხელოვანებთან ჯასურ შარკვიანთან აი რა ვიყო პატარაობიდან მქონდა ის ბედნიერება რომ ეს ხალხი მიწერდა ლექსებს პატარა ბიჭი 7 წლისას 8 წლისას და საოცრება არის არ დამავიწყდება ცოტა სევდა არის მაგრამ ცხოვრება დარო გარდამეცვალა 16-ის იყო ჩემი და მე ვიყავი 18-ის და დასაბლავებდა რომ დაბრუნდი ნორის ფოცხიშვილი იყო და მე უცებ დავიწყე დაკვრა და ყველას ეგონა რომ გავუგიჟდი და უკრავდა ნორის ფოცხიშვილა იქვე დამიწერა ლექსი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერის რაც კი დამიწერია ჩემდას რაც მეზღვე ხო არ გახსოვთ თოლია სიმღერა როგორ არა ლექსი კი როგორ არ მოხსოვს ვაი დაბლა დაფრინავენ ნისრები გევედრები ნუ ღარ დამესის ბრები ქარიტირის და კლავიშებს აწვალებს გევედრები შენთან მოსვლა მაწარე თეთრა საოცარია აი იქვე დაწერა იქვე როგორც კი დაუყარი რა და მადლობა ამ ადამიანებს ვინც გვერდზე მედგნენ იმიტომ რომ არ შეიძლება თელი ცხოვრება მე ჩემი მადლობა არ ვატარო გვირგვინათ იმ ადამიანებს. იცით რამე დაკითხოთ, ნახეთ, თქვენ ხართ სერიოზული შემფასებელი. რამდენად კრიტიკული ხართ აი სხვა კომპოზიტორების და საკმაოდ სხვათა შორის. ხო. და უგემოვნებაზე ვარ აცრილი. მაგრის დანზრაცაში იმიტომ რომ ქართული ერი არ იმსახურებს თავის ხალხური და აი ფესვებიდან გამომდინარე რა მუსიკას ქართულ ერს აქვს ახლოს მდგომიც არ არის სოფლიოში ჩვენს ქართულ ხალხურ მუსიკას ვერ შეეძრება ვერსიტი სოფლიოს ვერსიტი ქვეყნის მუსიკა ჩვენ მრავალხმიანობას საოცრება სლავინსკიმ რომ მოისმინა გორული სიმღერა მე აღარ დავწერო მუსიკას დაუწერია ყველაფერი ამათო და არა გვაქვს უფლება უგემოვნობის ეხლა ჩვენ როგორი გზა გამოვიარეთ წარმოიდგინეთ თბილისი იყო მრავალეროვანი ქალაქი ხო ყოველთვის და იყო იქ სომხური აზერბაიჯანული თურქული სპარსული მაგრამ ის თბილისელდებოდა ის ინსტრუმენტებიც კი რომელიც იხმარებოდა ის ეთნო ინსტრუმენტები იქიდან იყო შემოსული აქ როგორ ჟღერდა იქ არ ჟღერდა ისე ქალაქი ხდიდა თავისას და სიმღერები ჩვენი რაც არ უნდა მიმართულება კონდეს გემოვნება არ უნდა დაიკარგოს ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ მუსიკოსებს ვინც თავაზობენ ახალ თაობას
პასუხისმგებლობა უნდა ქონდეთ არ გაუფუჭონ გემოვნება რა. და ნახეთ როგორ ამბო კაცრი ხართ შეფასებაში ერთი კაცრი ვარ. ნახეთ მაგრამ როგორ ეუბნებით აი პირდაპირ ეუბნებით თუ ეძებთ პოულობ ფორმას როგორ უთხრა რომ ტკივნეული არ იყოს იმიტომ რომ ეს გაწირვაც ადამიანის არ შეიძლება რა მაგრამ მგონია რომ მაინც უნდა ჩემის დონეზე ვეუბნები ხოლმე რომ აი ჩემი ეს შენიშვნა უფრო რჩევა ვიდრე არ ვარგა ეგეთი ეს არ შეიძლება ადამიანი ვინც რაღაცას ქმნის ყოველთვის უნდა დაუტოვო мотиваცია და ახალი სივრცე შესაძლებელია გემოვნების შეცვლა ისიც გააჩნია რა საკში დაიწყებ არა მაგრამ ისე რაღაცა მხრივ გეთანხმებ არა არ შეიძლება მაგრამ აი ხო შეიძლება რომ მაინც რომ მიხვდები რა არის ცოტა შეცვალო რაღაცა არა გეტყვით ერთ უცნაურ რაღაცას არიან ძალიან გონიერი ადამიანები კი არ ეცვლებათ გემოვნება უბრალოდ გემოვნებას კი არის რომ მუსიკას ცვლიან ამ გემოვნებას ხო რომ აი რო იფიქრო რომ აი რა გემოვნებიანია თუ უგემოვნება ანიბადები და ანა რა ხო ხისთვის იჩენ ამ გემოვნებას თორე აი ნახეთ მე ვარ ძალიან თვითკრიტიკული და საერთოდ არ ვიცი ეს გემოვნებაში ზის თუ არა ისეთი 65 წლის ვარდისფერ აი ეს რა ვქნა ეს შენი რაც არის ყველაფერი აბა რა ხო მაგრამ ვიღაცა მეძახის რა უგემოვნობა რა არის ანასაკი არა ვერ დავეთანხმებ ვერასდროს იმიტომ რომ ჯაჯო არის ეს აბა რა და სხვა ხა შენ და გასულში და რაღაცა შენ აღარ იქნება ხაფილა ოდნავ ცოტა მუქფერებში და სიმართლე კითხა ისეთი გასწრებით ეს ატრიბუტი რაც მეშვიდე კლასში დავიხურე და იმის მერე ხან სკოლიდან მაგდებდნენ ხან რაღაცა საშინელებები ხდებოდა რა პერიოდში იმ დროს მეშვიდე კლასში რომ ბენდანი იყო სკოლაში რა თქმა უნდა არ მივდიოდი მაგრამ გარეთ რომ ხედავდა პედაგოგი მე ის მქონდა ხოლმე რა კლასში დაჟილი ვიყავი მე მახსოვს ერთ გადაცემაში იყავით თქვენ მე არ მინახავს ბატონი დათო ბენდენის გარეშე და ერთ გადაცემაში ეუბნებიან რომ აი თუ მოიხსნი ბენდენასო და რა დამემართა იცი ახლოს მე აი ესე უყურები გაინტერესებდა და გავგიჟდი ახ მოიხსნა და შიგნით ისე ბენდენა კაი ხახამ შრალი დამში ხო ეს თქვენთან ასოცირდება პირდაპირ ხო ახლა თან მე რა პერიოდში ეს გავიკეთე ეს არის გელა ჩარკვიანის დამსახურება გელამ ჩამომიტანა მე და ირაკლი ბავშვობიდან მეგობრობდით ჩარკვიანი და ჩამომიტანა ბენდანა რა საჩუქრა და ნუ ისეთი ნივთი იყო რომ რა უნდა მექნა ვერ ხვდებოდი ხდება ეს გეუბნები და ჯერ წავიკარე აესე ხო ეს ზოლად და ნუ მაგაზე საწყდა და ძველი ბიჭები და მეგრელი ქალები წაგიგრია ძმაო და ერთი ვინ იყვნენ ეგენი ვინგი ბევრჯერ ყოფილა კონფლიქტის მიზეზი რა მაგრამ ნუ მართლა აი ჩემ ბენდანა საყურე არ იცი რა უცხო ნივთი იყო იმ პერიოდში არა ნუ ხა თან ის რაღაცა და ერთი იყო ძალიან სასწავლო ისტორია სადღაც ავედი მოკლედ და იქ ძალიან ესეთი ძველი ბიჭები დამხვდა რა და ვიღაცას ავაკითხე რა და არ ვიცოდი და ძალიან სიტუაცია და მთავარი ვინც იყო ის მიყურებს და რამე გრელი ქალები წაგიკრია ძმაო რა და მაგრამ ეცნობი მეთქი პიონის სასახლეში ბალეტზე არ დაგიოდი და იმდენად აბსურდული რამე უპასუხე რომ და ისინი უყურებენ ამას რომ მოკლათ თუ რა უყურებ და ამას გაეცინა და ეს რა ვიტყრო რა უყურებ მაგარი საიდან მომივიდა თავში დღემდე ვერ ხვდები მაგრამ ისე მე ბენდენა ყველას ატრიბუტი გახდა მით უმეტეს ეგეთ სიტუაციებში მე ყველა მიყვა საყურეც პირველმა გავიკეთე მართლა ერთ-ერთმა პირველმა პირველ საყურე და ბენდენა არა მე ეს ბენდენა ეკეთა ისეთ ხალხს ავტომატე კი გაწოლ ბიჭებს და მე უკვე შეულებრივი ატრიბუტი გახდა რა აქსესუარი აუცილებელი თან ხოთაშორის მე ეს ბენდანა თავზე მაშინ რომელი წელი იყო წარმოიდგინე რა ისეთი საბჭოთა კავშირი იყო რა მე რო ბენდანა გაგანია საბჭოთა 70-იანი წლების შუა რა წარმოიდგინე რა
მაგრამ ნახეთ იმ ხელა ავტორიტეტი გაქვს მუსიკაში. ერთხელ პრეზენტაციაზე ვიყავი, კლიპის პრეზენტაციაზე და დაგინახეთ. უკვე მომწონდა კლიპიც და სიმღერაც, იმიტომ რომ გემოვნებასთან ასოცირდება. ხო, გემოვნებასთან რომ აი რახან დაპატიჟეს და მოვიდა. არის ესე იგი კარგი რაღაცა ხდება. კარგი რაღაცა ხდება. არა, მე მუსიკა ჩემთვის არის ჟანგბადი რა. რომელთაც არსებობ, აი რო არ იყოს, გონია რომ მოკვდები, იმიტომ რომ ჟანგბადის გარეშე ხო ვერ იცოცხლებ. აი ესეთი რამეა მუსიკა და ხელოვნება, მთლიან პოეზიაც, ხატვაც. მე სხვათა შორის მექნება ბათუმში იმ კონცერტის გარდა ჩემი ნახატების გამოფენაც. და ჩემი ლექსების პრეზენტაციაც. ეს ყველაფერი ერთად იქნება. აი იცით რა მიდაგკითხოთ? აი თელი თქვენი სუნთქვა, ჰაერი, წყალი, ყველაფერი მუსიკაა. აი თუ ყოფილხართ გაბრაზებული მუსიკაზე, ნაწყენი. მუსიკაზე არასდროს. რომ აი მიატოვოთ ან არ გინდათ ან გაგაბრაზათ. იცით, ჩემ თავზე ვიყავი გაბრაზებული, მანქანიდან გადმოვდიოდი და კარი დაკეტეს და მომაყოლეს თითი. თან ფოტო რო ნახოთ როგორ ამაქვს, იცი რომ რენტგენზე ეს ზედა მხარე ქვედასთან არ არის კავშირი, აქ არის. და ნუ ეს ჩემთვის როგორ რამე იყო, იცი რომ და თბილისში რომ მომივიდა ქალაქ გარეთ შორს. და გზაზე ჯერ შევიარეთ იმაში ზუგდიდში, მithეს ევგენიძესთვის ვერ მივეკარებით თუ რაღაცა. და თელ გზა ქუთაისში არ მიეკარებინე, არსად არ მიეკარებინე და მომიწია ამდენი საათი ბოლოს. თბილისში ჩამოვედი და ესენიც არ მეკარებიან, რა თითი აქ ამაკ ესე მიჭირავს, რა ცალკე. და ეხა ელშუქს დაუძახებთო და ცოტა დავივე ელშუქი, მეთქი შუქი თან ის პერიოდია შუქები ექრება და ადოს არის შუქი და მეთქი ალბათ მიდის. და მოდის კაცია ესეთი ასაკოვანი. მოიყვანეს ვიღაცა, რომელსაც ელშუქი ერქვა სახელად. პროფესიები და გამიგეთა დამიმუშავა და 3 დღეში დამივარა და რომოვიდი პირჯვარი გადაიწერა, იმიტომ რომ 1%-ის 1% იყო დარჩენილი ამის გადარჩენის. ერთელი სიუსწავლების. საზღვარგარეთ რო ვაჩვენეს რენტგენი და ისტორია ამ თითის, აი ჯადოქარს დაუმუშავებია შემთხვევით ეს თითი აღარ უნდა აღდგენილიყო რა. და მაშინ ჩემ თავზე გაბრაზებული რა. ძალიან იღბლიანი ხართ ეს. იმიტომ რომ ამ თითებს უნდა დაეკრათ ყოველთვის და იცით რა არის რომ ჩემა დამ ისეთი რამე მაჩუკა. ესეთი მაჩუკა ის მუსიკა რომელიც არის დათოევგენიძე. იქამდეც ბავშვობიდანვე ვწერდი, მაგრამ ის ცრემლი ნო გერებში რაც ჩემა დამ დამიტოვა, ეგ არის დათოევგენიძე დღევანდელი, იმიტომ რომ რამხიარულ მუსიკასაც არ უნდა ვწერდე და ცრემლი სულ არის. სევდა სულ. იცით რა მინდა გითხოთ? აი თქვენ აი ამ ხელა სახელი გაქვთ, ესეთი პოპულარული ხართ. სახლში როგორი ხართ? რაო ჯაჯღანა. აი ეგ მაინტერესებს ძალიან. აი ხანდახან ჯაჯღანებ რაღაცა. რა გიდათ, რა პრეტენზია მაქვს? პრობლემა მაქვს ბგერასთან ისევ და რატო? აი რაღაცა ხმაური ჩემთვის ნოტია. იმის სიხშირე მესმის. აი ძაღლი მყავს და ის ყეფას იწყებს, შევა ფანჯრიდან გადაფრინდა ხოლმე რა. იმიტომ ეს იგივე ნოტს ეყებს. და მე გადის რომ რაღაცა მუსიკას ვწერე და ის ნოტი მაქვს. რა უცნაური არა ეგრე რომ აღიქოს. ვინ არის ოჯახში, აი ვისში ხედავთ იმ მუსიკის გამგრძელებას, ან თუნდაც ნიჭის გამგრძელებას? იცი რა, რაც შეეხება მუსიკას, ხა 4 შვილი მყავს და 9 შვილიშვილი. და უმცროსი ნიკოლოზი ჩემი აი მართლა თავისი ნიჭი აქვს. დათოევგენიძის შვილის კი არა. რასაც უკრავს დათოევგენიძე ასთან კავშირში არის. ინდივიდუალურია. თავისი აქვს, რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ეხლა მე დათოევგენიძის შვილი ვიქნები ბოლომდე მე მეუნევა რა და ეხლა მაგას რო გავყვე. ხვდები ასე ხი? ხო, თავისი ისო. და მე ვთქვი მე დუეტად ვიმუშაოთ მეთქი რა. ერთად კონცერტები გავმართოთ რა. და ტექსტი ტრეს ვარ, მე მაინც გონია რომ სადღაც ასული რო გონი ვარ, ჩემთან დასწრებით იშვიათად უკრავს და რატო? არ ვიცი. და შემოდივარ მესმის რომ ზის უკრავს. ხო არ კომპლექსდება ცოტა. არა, სხვადასხვა პატარაობიდან რომ დავდიოდი კონცერტზე უკრავდა ხოლმე. შენიშვნებს აძლევთ? არა.
არა, იმიტომ რომ არ ჭირდება შენი სრულყოფილად უკრავს აბსოლუტურად. მოდი, ეხლა რაც ვისაუბრეთ და რაც თქვენ ძალიან მოგწონთ, ბოდიში ჯაჯო რაღაც საპირებდი. აი გემოვნება, რაზეც საუბრობდით, ეს მუსიკალური გემოვნება არის მასში თავიდანვე. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ბავშვობიდან რაღაცა რასაც ისმის მოცარტი დაიწყო ცხოვრებას. მოდით შეფასება გავაკეთოთ, იყოს აი, გავა დრო და მერე მოისმენს. ბაბუმ როგორ შეაფასა. მოდით, აი, როგორი კოჭებში რა ეთყობა? მამამ. ეს უფროსია ჩემი. არ იქ წავედი 9 შვილი. ხო, იქ დავშვით მე. ლოცვის დროს ცოტა უფროსი გოგო ხო საფრანგეთში მყავს. დიახ. და ჩემ შვილიშვილებს ამ 6 შვილი ყავს იმ უფროს სახელები და რომ ლოცულობ ხოლმე ზამთრში ვარ. გახსენე რომ ვიღაც არ გამომჩნევს. ესტერი, იტანი, მილა, ვიქტორია, ლევი, ილონი, თუ რაღაც არ გამომჩნევს თუ რაღაც მაგალითად ხოლმე. აუ რა ლამაზი სახელები ქვიათ. მე მინდა გავიხსენო ერთი ჩემთვის არასდროს არ დამავიწყდება ეს მთელი ცხოვრება ალბათ. თუ არ ვწდები ბათუმში ვიყავით წლების წინ ყვები და დათოს მოუტანეს ნოტებით რაღაცა კომპოზიცია არ ვიცი ეს და გადაშალეთ და დაიწყეთ კითხვა და ჩემთვის ახლა მე მუსიკასთან ესე არ ვიცი რომ ნოტის თურმე მოსმენა შეიძლება მე მგონი რომ უბრალოდ კითხულობ უბრალოდ კითხულობ ამ ყველა გადაშალა და უყურებ ადამიანს რომელიც მუსიკას ანუ ესმის და ყველაფერი ისეთი სანახაობა იყო ეს ყველაფერი აი ძალიან დიდი ხანი ვიდექი და ვფიქრობდი და მართლა თვალწინ მიდგას ხოლმე რა რომ რაღაცა სხვაგან ხდებოდა ყველა სხვაი რო კითხულ რა ჩორები როგორც სიტყვებს კითხულობ ნოტების იგივე აბსოლუტურად ჩემს უდედა რასაოცარი უყურებ და გესმის რაც წერია და მე რომ წერ მაგალითად სიმფონიურ ნაწარმოებს ხო რომ უკრავ უკვე ვერტიკალზე მესმის სიმფონიური ორკესტრი რას უკრავს ფლეიტა და ესე ვწერ ფლეიტის აი უკვე მოსმენელი მაქვს ვერტიკალზე თავიდან ბოლომდე რა. გონი არა ნებისმიერ. ხო და რა მინდა მნიშვნელოვანი მაპატეში გაწყვეტინე დათო ევგენიძეს მუსიკას საქართველოში ყველაზე ნაკლებად იცნობენ, იმიტომ რომ უფრო იცნობენ აი ამ ჟანრულად აღრეულ სიმღერას, ჯაზ, ფიუჟენს, მე კლასიკოსი ვარ. ჩემი მუსიკა, რასაც მე ხელს ვაწერ და ქვია დათო ევგენიძე არის რომელიც სატომღაც საქართველოში აი მაგალითად რო კითხო გინდა პარიზში, გინდა რუსეთში სადაც კონსერვატორიაში სწავლობდი ჯაზმინეში მაგაეცინოთ. ვერც მიხვდებიან რაზე ლაპარაკო. დაწერილი მაქვს 7 ბალეტი, რომელიც დადგმულია დიდ თეატრში, მარინის თეატრში, ახალ ოპერაში, ნიუ-იორკში. ეხლა ჩემი ახალი ბალეტი ალექსანდრე მაკედონელის იდგმება 4 ქალაქში ევროპის. ეს პრემიერა იქნება იქით წელს ნურიევის ფესტივალზე რა. ისე ადამიანი ხარ თქვენი ბიოგრაფიით და ეხლა რაც ჩამოთვალეთ და რაცაც ვერ ჩამოთვლით, იმიტომ რომ ბევრია, აი შინაგანად ხო არიან ადამიანები, რაღაცა გააკეთეს და ისეთი ამპარტავნები არიან, რომ ვერ წარმოიდგენთ და აი ეს უბრალოება რაც თავდაბლობა საჩუქარს როგორ შეიძლება ამაყი იყო რა მაგარი პასუხი ღმერთმა მაჩუქარდა ეს ჩემი ხო არ არის მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის და მე რო ამაყი ვიყო რომ ეს ღმერთმა მაჩუქა ცოტა ესეთია რა ხო მაგრამ იმათმა როგორ არიციან და სხვათა შორის მე კარიერის თვალსაზრისით სოფლიოში სადაც ვიყავი რა საფრანგეთში ამერიკაში ნიუ-იორკში სკაილაინ სტუდიასთან მქონდა აწრელი ხელი საქართველოს გარეშე ვერ ცხოვრობდი გავკაჩავდი 6 თვე და მოვქროდი რომ ჩავალ ნახავ ჩემებს და ჩამოვალ და ბრუნდებოდი. ხევადით იქავ. საფრანგეთშიც 20 წლიანი ხელშეკრულება პარიზში. სამჯერ წამოვიდი ჩავამაკითხა პროდიუსერმა რა და საქართველოს არის ჩემი ჰაერი. აი არაფერი არ მოინტერესებს ამ მიწაზე უნდა მედგას ფეხი და აი იმ სირთულეების ჩემი ნაწილი და ტკივილი უნდა იყოს რაც ქვეყანაში ხდება რა. ამის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. ოჯახია ჩემი. კონკურსებზე უნდა გკითხოთ. აი მე მინახავს დათო ევგენიძე ჟიურიში ზის. როგორ არა? და რა განწყობა გაქვთ ხოლმე? არ მგონია რომ იტანჯებით. ესე მგონი არ ვიცი. იცი რა მაქვს ხოლმე мотиваცია ის რომ ვინმე აღმოაჩინო ახალი ვარსკვლავი რა მართლა და
არჩეული არც ესეთ ჟიურის შეჯდომას, რომ ვიღაცა არ მოგვეჩინა, ვინც საქართველოს სივრცეს დაემატებოდა როგორც გემოვნებიანი და კარგი ხელოვანია და მე თვითონ ვერ ვიტანდი კონკურსებში მონაწილეობას, ბებიაჩემში ქონდა ხოლმე ჩემი ნაწარმოებები კონკურსებში და ეხლა 54 ფილმის საუნდტრეკი მაქვს დაწერილი რა საქართველოში აქედან ყველაზე ნაკლები რა აღებული მაქვს ოქროს არწივი, ოქროს ვერძი, ოქროს ნიკა, კინოტავრი, ცეზარი საფრანგეთში რა და კიდე ძალიან პატარა ვიყავი ფილმისთვის მუსიკა დავწერე, რომელიც მე იმ ფილმის მუსიკაზე დაიდგა ახალი სპექტაკლი და იმაზე ვიყავი წარდგენილი თურმე საბჭოთა დროს არ ვიცოდი ეხლა გავიგე. მაშინ რთულად ხდებოდა გასულად და ინფორმაცია. საიდან უნდა გამეგო ეხლა. საიდან უნდა გამეგო და დღეს ეს ყველაფერი უკვე ისეთ რამე და ნახეთ აი ის ადამიანები ვინც ეხლა ნელ-ნელა იწყებენ და ასპარეზზე გამოდიან. რა საიდუმლოებაა რომ უთხრათ, აი რა უნდა გააკეთონ, რომ ბოლომდე ჩამოყალიბებული მუსიკოსები გახდნენ. მე შემიძლია ამ შემთხვევაში ჩემი პირადი უთხრა, რაც არ ნიშნავს, რომ კანონია და სწორია. უბრალოდ მე რაც მაქვს. არ ყოფილა კონცერტი, მე რომ პირველ რიგში და აი ფარდიდან არ გამომეხედოს და აურა, რაც დგას დარბაზში არ მეგზნოს და ყოველთვის ეხლა ეს ჩემი ჟანრია, იმიტომ რომ სხვა ეხლა გამოდის კლასიკას უკრავს მაგალითად უკვე არსებულ ნაწარმოებებს და ჩემს ყველა კონცერტში რაც არ უნდა მომამზადო ნახევარი იქვე ადგილზე იბადება და ყველაზე მეტი საშინელება ჭირთ მუსიკოსებს, იმიტომ რომ რეპეტიციაზე რაც გავაკეთე საერთოდ სხვა რამე ხდება სცენაზე და უკვე მიჩვეულები არიან და მაქვს ვიდეო სანდრო ვახტანგოვმა გადაიღო ფილმი როგორ ვაკეთებდი კონცერტს ოპერაში შაბათს და იქ მე არის კადრები კულისებში დგას 1-40 კაცი დათო მე რა შვები დათო მოსკავ ჩემთვის უყურე გამოხვალ და უკრავ აი არია ეს და მართლა ესე მოხდა და რა უნდა გითხოთ იცით გეგმა, აი ხო ამბობ, აი კითხვა როა, სამომავლო გეგმები, არა. ნახეთ, როგორი გეგმებით? აი გააქვთ 1 წლის შემდეგ, ან დაუშვათ რაღაცა გააკეთეთ ნაწარმოები. არა, აი როგორი იგეგმება თვითონ მუშაობა? საერთოდ არ გეგმა არ არსებობს. აბსოლუტურად. დამოკიდებული ხართ? აი ისევ რა მოგწურდა რა მაგარია ძალიან გამომადგება ეგ მაგალითი აი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და შევახსენე მაყურებელს რომ ძალიან მაგარი ფესტივალი ელოდება ფესტივალი და თქვენი კონცერტი ბათუმში ბატონო ფესტივალი ლიტერატურა 7 რიცხვია 7 აგვისტოს საიუბილეო წელი ასაკითხი არ არის ჩემი საიუბილეო წელია პირველი საავტორო კონცერტიდან 50 წელი. დედა 12 წლის ვიყავი, როდესაც მორის ფოცხიშვილმა და დავით თორაძემ ხელოვნების სახლში გამეკეთეს საღამო, სადაც გამოვიტანენ 24 ნაწარმოები. და უმრავლესად კლასიკა იყო და რა თქმა უნდა, ეხა ის მომღერლები, რომელიც ბავშვობიდან მომყვებიან, ჯაბუას ხმაზე წერდი სიმღერებს. დღესაც საქართველოს ყავს დათო ევგენიძე. ამაზე ვთქვათ, აი ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. დიდი მადლობა. ეპოქაში ვცხოვრობ, ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ პირველ რიგში, ამის გარეშე ვერ გაგიშვებთ, იმიტომ რომ თქვენი ჯანმრთელობა გიორგი მახარაშვილს მადლობა მართლა. ჩემ ღვიძლ ძმას მისი ღვიძლი მაქვს. ძალიან საამაყო ბიჭმა მთელი საქართველოს გვერდში გედეგე და არ ვიცი მართლა გიორგის მოკითხვა აქედან და ძალიან მაგარი ადამიანია თქვენ ჯანმრთელობა პირველ რიგში და თქვენი ულამაზესი მუსიკის გარეშე აქედან ვერ გაგიშვათ და დაგვატკბობთ. ამის დაუკვირვ არ ვიცი აი ეხლა დავწერა დაუკვირვ. წარმატებები და ვინ შვიდში არაპირებდა აჭარაში წასვლას მე მგონი ყველა ბათუმში შეიკრიბება თქვენი გაიხარეთ. ანონსოთ როგორც ვიცით დასწრება არის და იქნება თავისუფალი და ყველა შეიძლება რომ მიიღოს და დატკბეს ეს სიამოვნება. და ძალიან ბევრი პრემიერა იქნება. ჩემი სიმღერები შესრულდება იქიდან
80% შესრულდება პირველად სულ პრემიერები. რა მაგარი ასე რომ მანამდე აქ დავტკბეთ ახლა. აქ დავტკბებით. ეხლა სამწირას დაუკრავ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენს მონატრებულ თანაწამყვანთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ჩვენთან სტუმრად არ ყოფილხართ. განათლების სახლის დამფუძნებელი ზაზა ცოტნიაშვილი, რომელსაც ვეძახი ადამიანს მომავლიდან. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიხართ, ჩვენს წამყვანებსაც და დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც, უფრო და უფრო ახლოვებთ ხელოვნურ ინტელექტთან და მის შესაძლებლობებთან და ის რაღაცა შიშები, რომელიც ახლავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაღაცნაირად იკარგება თქვენ შემთხვევაში და მე პირადად ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ძალიან სწორად და კარგად დავიწყე მისი გამოყენება. მაგრამ აი შიშარებიდან გამომდინარე დავსვათ ახლა შეკითხვა, როგორ უნდა გავარჩიოთ ფეიქ ვიდეო, ეგრეთ წოდებული, არასწორი ინფორმაცია და კარგად გაკეთებული ხელოვნური ინტელექტის ვიდეო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შემზარავი და გვაჯერებს რეალობას. უღრმესი მადლობა ესეთი წარდგენისთვის. მართლაც მეც ძალიან შინაურულად ვგრძნობ თქვენს გარემოში თავს და სიმართლე გითხრათ, ეს მართლაც აი საუკეთესო პირობები არის იმისთვის, რომ წრფელად გაუზიაროთ ხოლმე ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი შეხედულებები და რა ვიცი, უახლოესი მიგნებები, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგივე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, მისინფორმაციასთან დაკავშირებით, სიყალბესთან დაკავშირებით და მე მოგზაურობით გეტყვით, რომ შევდივართ ისეთ ეპოქაში, სულ უფრო გართულდება, თუ ჩვენ კადრებზე გვაქვს საუბარი, მით უმეტეს ვიდეოების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, სულ უფრო გართულდება რეალურის და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მასალების შექმნა ერთმანეთისგან. მაგრამ აქ მაინც გვრჩება ერთი გამოსავალი, რომ გამუდმებით მედია წიგნიერების თვალსაზრისით აქცენტი უნდა გავაკეთოთ, ისევე როგორც მაგათაც ჩვენს უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამ შემთხვევაში მხედველობაში, ჩვენს ტრენინგებზე, სხვათა შორის გარდა იმისა, ხელოვნური ინტელექტის ორგანიზაციებისთვის სპეციფიკურ გამოყენებაზე ვსაუბრობთ, ამავე დროს სულ არის ხოლმე კითხვები იგივე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იგივე ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვასთან დაკავშირებით და მით უმეტეს ჩვენ ვართ დღეს ინფორმაციის ცუნამის ეპოქაში. აი გავართ და ცუნამია ჩვენს გარშემო, რომელსაც უბრალოდ ვხედავთ ან ვერ ვხედავთ, არ ვიცი. მაგრამ ჩვენთვის სულ ყველასთვის ეს შესამჩნევია, ხო? მეცნიერებაში გაჩნდა ეგეთი ტერმინი ინფოდემია, ანუ რაღაცა ესეთი როგორ შეიძლება ითქვას, ეპოქის
დაავადებაც შეიძლება ვუწოდოთ აი ამ ყველაფერს, ვართ ურთულეს სიტუაციაში. იდეაში მე მახსოვს, რომ დაახლოებით 6 თუ 7 წლის წინ, როცა deepfake-ის პირველი ტექნოლოგიით ობამა გააყალბეს და ანტიამერიკულ განცხადებას აკეთებდა ობამა, YouTube-ზე იყო ეს ვიდეო ძალიან ცნობილი იყო და მე ლექციებზე განვიხილავდით ხოლმე. მაგ case მაშინ მაინც ეთყობოდა კუჩების მოძრაობა, რამდენად ემთხვეოდა. დღეს როგორ გითხრათ ახლა ეს დიდი იმპერიები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს აგენერირებენ, მთელი სიმძლავრეებით შეიძლება ისე ითქვას, სწორედ ამაზე მუშაობენ, რომ სულ უფრო დაემსგავსოს ადამიანს და აი ეს სიზუსტე იყოს მაქსიმალური. მახსოვს ცოტა ხნის წინ მასკმა დადო ვიდეო გროკის მიერ გენერირებული, მისი AI მოდელის მიერ გენერირებული და თქვა რომ შეადარეთ რომელი მოდელისაც გინდათ, ჩემი ყველაზე ზუსტია და ძალიან ასე თქვა ზუსტად ასახავს აი ამ რეალობას და ნახეთ თვითონვე განმარტო რა პირის მოძრაობაც როგორ ემთხვევა ტექსტს ზუსტად და მართლაც უყურებდი და გაოცებული ვიყავი. უბრალოდ ჩანდა და თვითონაც ამბობდა რომ AI generated არის და ნუ გასაგები იყო და ერთსაც ვიტყვი, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი რა არის. იცით რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ვართ ამავე დროს და სოციალური ქსელები გახდა მთავარი ჩვენი საინფორმაციო წყაროა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ხო? ალბათ მისი მოხმარების კულტურაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? უნდა გვაქვს იქ საშუალება რომ გამოვიწეროთ გვერდები, რომელსაც ვენდობით და ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, unfollow გაუკეთოთ ისეთ გვერდებს, ბოდიშით აი ამ ტერმინოლოგიისთვის, უფრო გასაგებია ხოლმე სამწუხაროდ ეს ტერმინოლოგია, რომლებსაც არ ვენდობით. და იდეაში ეს ერთ-ერთი ტექნოლოგიაა, იმიტომ რომ შემჩნეულია მაინც შესაბამისი გვერდები, რომ ისინი ორიენტირებული არიან, რომ სიყალბე დააგენერირონ სხვადასხვა მოსაზრებით. შეიძლება იყოს, რა ვიცი, სენსაციის გამოწვევა, კლიკების რაოდენობა, ბიზნესი, დამატებითი შემოსავალი, პოლიტიკური განწყობილებები, უამრავი მიზეზი აქვს ადამიანს, რომ ეს გააკეთოს სამწუხაროდ. ძალიან ღრმა თემაა და დიდი თემაა, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებთ ბოლომდე ვერც კითხვებს, ვერც პასუხებს. მაგრამ არსებობს კიდე თემა, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მტკივნეული. თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვინც საჯარო მოხელეები არიან, ცნობილი ხალხი არიან, აი ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება, საშინელი ინფორმაციები, მე მინახავს ისეთი ადამიანები უკვე გარდაიცვალა, მაგრამ ერთი 5 წლის წინ სულ გარდაიცვალა და ოჯახის წევრებს გული უსკდებოდათ. აი ამას როგორ უნდა მოვერგოთ? ან კანონით თუ არ ვიცი. იდეაში ბოდით პირველ რიგში ვთქვათ ისეთი რამე, რომ ძველ რომშიც პოლიტიკოსები ერთმანეთზე საზიზღარ ჭორებს ავრცელებდნენ. ანუ ეს არის რაღაცა საზოგადოების ცხოვრებისთვის ავიც ძალიან უძველესი ტრადიცია, როდესაც ადამიანები ცდილობენ ხვის დისკრედიტაციას საკუთარი წარმოჩენის მიზნით. ეს ნაკლია, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების რაღაცა ცუდი მხარეა. ზოგადად ადამიანის ალბათ. აქ არის ალბათ ეთიკური ნორმები, აქ არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ის თუ ვინ ახორციელებს ამას, რა მიმართულებით, რა მიზნები აქვს მას. მაგრამ თანამედროვე ვითარებაში ნახეთ როგორი სიტუაციაა. თუ რომის იმპერიიდან მოყოლები და შემდეგ სხვადასხვა ტექნოლოგიებით ვრცელდებოდა ეს ცრუ ინფორმაცია და სიყალბე და ეს ტემპი იყო ძალიან დაბალი, დღეს პატარა ტრენინგის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ნებისმიერ ადამიანზე ისეთი ვიდეო, როგორც მას სურს. ფილტრები დააყენეს დიდმა მოდელებმა, მაგალითად ახლა, როდესაც ესაუბრები, თან არ მინდა ისეთი რამე ვთქვა, რომ თან ცუდად გამოიყენოს, მე ვთქვა ზოგიერთმა ეს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ნახეთ, მაინც რჩება ეს ხრელები და გზები, რომ ცუდის მსურველმა ადამიანმა ჩაიდინოს, ასე ვთქვათ, სიყალბე, ვიღაცის დისკრედიტაცია გამოიწვიოს, სამწუხაროდ ამ სიტუაციაში ვართ. ასეთ ვითარებაში დემოკრატიის ნაკლია, მოდი ესე ვთქვათ, აქილევსის ქუსლია, რომ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს და სხვათა შორის ამ მიმართულებით დემოკრატიული სახელმწიფოები ფრთხილობენ ძალიან საკანონმდებლო რეგულაციებთან მიმართებაში. მაგრამ როდესაც თქვათ ის ფაქტი, რაც პათოლოგია თქვენ ბრძანეთ, რომ გარდაიცვალა ადამიანი და ოჯახს ასეთ მდგომარეობაში აყენებ, ხო? ის კი არა, ესეთი ეთიკური ნიუანსები არსებობს მედიასთან მიმართებაში და ყველაზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი მართლაც რომ დაიღუპოს, თქვათ, ავტოკატასტროფაში მოყვა, არ ავრცელებენ მაგას იმის გამო, რომ ოჯახში ძიმეთ არ აღიქვას ვიღაცამ და რაღაცა. ეს ხალხი პირდაპირ ამბობს, ესე იგი და ავრცელებს პირდაპირ. აი, წარმოგიდგენთ, როგორი დარღვევაა მორალისაც, კანონისაც, ეთიკისაც, აი, ყველა ზომას ცილდება და
ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, მაინც ადამიანმა რეაგირება უნდა მოახდინოს. არსებული მიდგომებით, ესე იგი, იგივე კანონით მაუწყებლის შესახებ არის შესაბამისი რეგულაციები, თუმცა ძალიან მსუბუქი. ეხლა თუ შედეგი ძალიან მძიმე დადგა და ამ ინფორმაციის გავრცელებას დადასტურდა და ვიღაცის ღმერთმა დაიფაროს და გარდაცვალება მოყვა, ან ტრავმა მოყვა, იქ სისხლის სამართლებრივი მომენტებიც ამუშავდება და პასუხისმგებლობა დადგება. თუ ეს კვლევამ ან გამოძიებამ დაადასტურა და ესეც უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ესე მარტივი არ არის ვიღაცაზე რაღაცის თქმა და თუ თქვათ ესეთი ძიმე შედეგი არ დადგა, იმ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი რეგულაციებია. მაგრამ დიახ. ნახეთ უკაცრავად, ნახეთ ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მეშოკიდან ამოიღეს გველი, დიდი და ისეთი მოულოდნელი იყო, მითხრეს, რომ სიურპრიზია ეს და აი ნახე და ამოიყვანეს და უცბად წავბარბაცდი. ოღონდ თავიდან რა მოხდა, იცით, ჩემი ბრალიც იყო. არ მეშინია მე. ხო და ეს რომ დავინახე, ვაი მეთქი რა ლამაზია და ამათ ეწყინათ. პირდაპირ ან მის როლე მირჩენია, ვიდრე აი ეს სიურპრიზი მომიწყო. ხო, ჩემთვის უნდა ყოფილიყო, ამათ მე ვთხარ, მოდი თავიდან მეთქი. და და აი ესე გულზე ხელი აი ეს ვიდეო იყო ამოჭრილი და წერია ჯაჯანიძეს გადაცემის დროს გული გაუსკდა. და აი ეს რო ვნახე, დედა! პირველი დავიძახე, დედა და დაურეკე. დედა თუ ვინმე რამე გითხრას, იცოდე რომ მე ცოცხალი ვარ, კარგად ვარ. აი ეს ხო არის საშინელება. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად. და ძალიან ბევრ ცნობილ დღეს რომ მოქმედი მომღერალია, პოლიტიკოსია და ერთი რამე უნდა მივაყოლო. ბოდიში, ხელოვნური ინტელექტის გარეშე მომხდარა ეს ყველაფერი, ანუ საერთოდ არ არის აქ აუცილებელი, ხო? შენ ხარ დამცველი. არა, ლოგიკურად მივყვები აზრს რა, რომ თუ ბოროტი ხარ, შეგიძლია რომ ხელოვნური ინტელექტის გარეშეც გააკეთო ნებისმიერ მაგრამ ის ვინც ეს გააკეთა, ის ხელოვნური ინტელექტით საშინელებას იზამს აუცილებლად. უფრო მეტი არ აღია. ჭირდება ეს ხელოვნური ინტელექტი. არვა, აი პირდაპირ ესე ალალად გეკითხებით, ამის გარეშე ვიცხოვრე, მოვედი აქამდე. მეც დღესაც არ ვიყენებ. არ ვიცი, შეიძლება მომავალში გამოვიდა რაში გჭირდება. ბატონო გია, ესე იგი უზნაძე მახსენდება ხოლმე განწყობის თეორიასთან დაკავშირებით, რაც არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი და ახლა უკვე მიჭირს თქვენ წინაშე ვისაუბრო უკვე პოზიტიურ საკითხებზე, მაგრამ გავბედავ, მაინც და ჩემს მოგზაურობა. აი ცოტა მითხარი. ჩემს მოგზაურობა. მე რაში მჭირდება. ნახეთ, მე მიწერს ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, ტრენინგების ჩატარება და კონსულტაციებს მთხოვენ უკვე და ძალიან როგორ გითხრათ, დიდი мотиваციაა ჩემთვის, როდესაც ვხედავ რომ ორგანიზაციამ რამდენიმე მილიონი დაზოვა. მათ შორის სახელმწიფო ორგანიზაცია. აი ამ ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება. ნახეთ, არ მინდა პოლემიკაში შემოსვლა. იმიტომ რომ ძალიან დიდ პატივს მიყვარხარ და ესე ვთქვათ, ჩემი საყვარელი რესპონდენტი ხარ. ნახეთ, ძალიან ბევრი ფული დაზოგა. იმდენ უმუშევარს დატოვებს მომავალში, იმდენ მშიერ ხალხს. კი, მაგრამ მარკეტინგის ჭრილში ვერ გეთანხმები პირადად მე. უგემოვნებასთან ასოცირდება, არ ვიცი, მაგ სფეროში ვარ და შეიძლება ის რეკლამები ხო, არ მომწონს რა, რაღაცა ეწყობა აი ადამიანებს და ასე შემდეგ. ჩემთვის ცოტა ხო კომპანიას რაღაცა კითხვის ნიშნებს მიჩენს მის მიმართ, რომ რატო ის გაკეთებული რეკლამა. შეიძლება ხო რა. ეს რეკლამას ვეღარ დაკავდა რეკლამით. ძველი რომიდან მოყოლებული ესე იყო და შეიძლება იყენებდნენ როგორც არის რადიო სარაფნები ხო რომ გადიოდნენ ქუჩაში და ეხლა ვართ იმ პერიოდში რომ სახლიდან შემიძლია მილიონობით ადამიანს უცებ მივწვდე ერთი პატარა მაგრამ აი სოციალურ ქსელებში ესეთი კანონმდებლობით არ ვიცი კანონში უნდა მიიღონ ეს ყველაფერი თუ ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპიროთ თვითონ ხელოვნური ინტელექტი რომელიც მიხვდება რომ ეს არის ეს და დაეწეროს რომ ეს არის დაგენერირებული. ან დაბლოკოს საერთოდ. მე მაინც უპასუხებ, ესე იგი, უმუშევრად ადამიანების დატოვებასთან დაკავშირებით და აუცილებლად თქვენს მოსაზრებას, რომელშიც მე გეთანხმები თავიდან ბოლომდე, არის ეს საფრთხე,
ჩვენ არ ვიქნებით რეალისტები, რო არ ვთქვათ, რომ შეიძლება შემცირდეს სამუშაო ადგილები, მაგრამ ეს როდის არავინ არ იცის. დღევანდელი მიდგომით მამები, ვინც არიან ხელოვნური ინტელექტში, ამბობენ ეგეთ რაღაცას, რომ დღეს კომპანიებში, ორგანიზაციებში ჩვენ ადამიანებს ვასწავლით, რომ შექმნან თავისი, როგორ ვთქვათ, ასისტენტები. ეს რას ნიშნავს, რომ ერთი თანამშრომელი, რომელიც შეძლებს, რომ ყავდეს კარგი, ვთქვათ, 3-4 ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი, ის აძლიერებს ორგანიზაციას დამატებით უხელფასო 3 თანამშრომლით და მეტ პროდუქციას ქმნის, უფრო ხარისხიანს ქმნის და ძლიერდება ორგანიზაცია. შემცირებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის არანაირად. ეხლა ჩვენ რო გავხედოთ მომავალში რა იქნება 5 წლის, 10 წლის, 20 წლის შემდეგ კაცმა არ იცის. თუმცა ძალიან სერიოზულად ფიქრობენ იმასთან მიმართებაშიც, რომ იცით თქვენ მასკის ცნობილი თეორია, რომელიც ამბობს, რომ 20 წელიწადში რობოტები შექმნიან ეკონომიკურ დოვლათს. ადამიანებმა რა უნდა აკეთონ და ადამიანებმა როგორ უნდა იცხოვრონ. ეს ეგზისტენციალური კითხვები არსებობს. მაგაზე დღეს უკვე მუშაობენ. მაგალითად, OpenAI-ის ხელმძღვანელმა მიმართა ამერიკის მთავრობას, რომ მზად არის მისი კომპანიის 5% გადასცეს სახელმწიფოს. არის ესეთი ძალიან საინტერესო ადამიანი, ალექს კარპი, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი შემქმნელი გახლავთ და ფილოსოფოსია სხვათა შორის და მიუხედავად იმის, რომ მილიარდერია, იმის გამო რომ ხელოვნური ინტელექტის სწორად ასე ვთქვათ, განვითარება შეძლო, მისი ფილოსოფიითაც, აი ცოტა მარქსი მახსენდება ბატონოგია, აი ძალიან საინტერესოა, როცა ამბობდა, რომ ყველა თანასწორი და თანაბარი უნდა ვიყოთ. ანუ უნდა იზრუნოს სახელმწიფოებმა, რომ ეს დაგროვილი დიდი შემოსავლები, რომელსაც ახლა ხელოვნური ინტელექტი აგენერებს, თანაბრად გადანაწილდეს ადამიანებს. ეს რამდენად утоპიად გადაიქცევა, როგორც ვთქვათ, კომუნიზმის დროს გქონდა ეგეთი утоპია, კაცმა არ იცის. მაგრამ ამაზე ფიქრობენ, ანუ ადამიანებზე ფიქრობენ. ყველა შემთხვევაში. ეხლა რა მოხდება, მე ამის თქმა ძალიან მიჭირს და ვერ გეტყვით ზუსტად. ხარისხთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ალბათ სწორად გამოყენების შემთხვევაში უფრო ხარისხიანი გამოდის, იგივე მარკეტინგული პროდუქტი, არასწორად გამოყენების შემთხვევაში ალბათ ნაკლებად პროდუქტი. მანდაც ეს არის. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს და პოლიტიკას, ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თვითონ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ deepfake. მაგაზე კვლევებს ვაკეთებთ ჩვენ ახლა და ყველა სოციალური ქსელის ალგორითმი მაგაზე მუშაობს და ითვლება, რომ ეს სოციალური ქსელი არის გამართული და მძლავრი მექანიზმი, თუ ის აღმოაჩენს და წაშლის AI generated fake news, მოდი ესე ვთქვა რა. თქვენ ალბათ დაეწეროს რა, რო არის. მაგასაც არის რომ დააწერეთ და მიუთითეთ აუცილებლად თუ არა და თვითონ აწერს. თქვენ ალბათ გაგიგიათ თოფი ვინც მოიგონა იმ თოფით მოკლესო. და როგორ დაგემუქრა. არა, თქვენ არა. იდეა გამომგონებელი მიარო არა. არა, გამომგონებელი არა. ჩვენ ქვეყანაში 20000 საუკუნის იცით რა მინდა, ნახეთ. ეხლა ძალიან თავია კოცონზე დაწვა არ იყოს ბატონები. ცეცხლის გეშინია. თურმე არ შეიძლება ადამიანმა თქვას რისი ეშინია. იმიტომ რომ იყედებს ხოლმე. ნახეთ ერთ რაღაცას გეტყვით. ძალიან ამბიციურ განცხადებას გავაკეთებ. მე ვარ ნიჭიერი ადამიანი. აბსოლუტურად გეთანხმები. ვაზროვნებ კარგად და სწორად, მეტნაკლებად. ერთი სიტყვით, დღესაც კი მგონია, რომ მე არა ვარ ბოლომდე რეალიზებული. იმიტომ რომ ისეთი რაღაცები მომდის, რომ არ მიწევს განხორციელება, ვერ უпроსწორად. აი მე უნდა მოვიდე თქვენთან. მართლა გულწრფელად ძალიან გამახარებ. უნდა დამარწმუნოთ იმაში, რომ ის რაც ჩემშია, ძალიან საინტერესო იდეებს გეტყვით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი ეს შინაგანი მოთხოვნილება რაც ამაქვს, რომ გამაკეთებინოს. ოღონდ ყველაფერია სიკეთეზე დაფუძნებული. თავისთავად. და ძალიან მინდა რომ ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ეს იქნება ბუმი. ძალიან მიხარია თქვენი ეს წინადადება და თქვენ იცით, ჩემი თქვენ დამოკიდებულება და დიდი სიამოვნებით, დიდი სიხარულით ვითანამშრომლებთ თქვენთან და გარწმუნებთ. კარგი შედეგები იქნება ნამდვილად. მართლა? რა კარგი შეთანხმება. ეს დავამატებ, აი ტოპ-ზე რო ახსენე, არ ვიცი როგორ მოკლეს თუ არა, მაგრამ იარაღი შექმნა კოლტმა. და თქვა ესეთი რაღაც, რომ ხალხი იყო განსხვავებული, მე ისინი გავხადე თანაბარი. ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ხალხი იყო განსხვავებული, ზოგს რა ცოდნა ქონდა, ზოგს რა. ხელოვნური ინტელექტით ყველას გვაქვს ერთნაირი ცოდნა, რაც შეგვიძლია
შეგვიძლია მოვიპოვოთ. თავარია როგორ გამოვიყენებთ ამ თავარია სწორად გამოყენება და კიდე გეუბნები, აი სალომემ თქვა წეღავ და გავიმეორებ. მე 2 კაპიკს ვაკეთებ რაღაცის რეკლამაში. და ამ 2 კაპიკს წამართმევენ მალე. არა, შენ სანდოობას ის ვერ შეცვლის, ის გიხდით რა. აი სანდოობას რო აი შენ გიორგი ჯაჯანიძე, რომელსაც ვიცი რომ ფულის გამო რაღაცა ცუდ პროდუქტს არ მომაწოდებ და არ გააპიარებ. ანუ შენი სანდოობა არის ჩემთვის ამ რეკლამაში მნიშვნელოვანი და არა ის რომ ვიღაცა იქ დადგება გია ჯაჯანიძე და გაიგე ნამდვილი ვარ ხო. და აი უკვე კანონდარღვევა არის. კანონდარღვევა და იქ აუცილებლად დაეწერება რომ ეს არა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. თქვენ ყველა მომხრე ხართ, მე მომლოდინე. არა, მგონია რომ ფეხი დაუწყობთ. არა, ვუწყობ და რა ვიცი, ვარა წყობილი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. როგორ წყობთ ამ ურავია თქვენი. ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის თქვენთან სტუმრობა. სამივე ბლოკი რო ეს გავაკეთოთ, ხომ ძალიან გვყარხარ და ძალიან გელოდებით ხოლმე რომ მოდიხართ მოგწ სიახლეები და წარმატება და გელოდებით. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმრებით და თემით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები ნებისმიერ თემაზე რომ მოვიყვანოთ არაჩვეულებრივად სარგებიან ჩვენს წინაშე, მაგრამ დღე დიდი დღეა, დიდი ფეხბურთის გულმხურვალი გულშემატკივრები არიან მანიკა ასათიანი, გიორგი გაბუნია და რატო არ გააკეთეთ ჩვენი პერფორმანსი? გამოიცანით ნეტა ვინ არის და ვინ გულშემატკივრი. ნუ ეს კომენტარებში რომელთან ერთადაც ძალიან მაგარი და ცხელი ბლოკი გველოდება. ჩართვის მერე გაიგებთ ვინ არის. ახლა უნდა გადავიდეთ ჩვენს მზიან აჭარაში, ბათუმში არის ჩამოსული ჩვენი ნუცა ბუზალაძე, რომელსაც ძალიან დიდი სიახლეები აქვს ჩვენთვის. ნუცა, მოგესალმებით. გამარჯობა ნუცა. მოგესალმებით. ნუცა, სალამი. გამარჯობა, როგორ გძანდებით? გულშემატკივრობ ყველგან, სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის შენს გვერდით ვართ და შენი ძალიან ვამაყობთ. მოყევი ხარ, რა ხდება ბათუმში, რა დიდი გეგმები გვაქვს, გაუზიარე ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს ბათუმიდან. ესე იგი დღეს ჩამოვედი ბათუმში, იმიტომ რომ უკვე უნდა ვნახო ეს დარბაზი, სადაც 22 აგვისტოს უკვე მექნება ჩემი ესეთი გრანდიოზული სოლო კონცერტი, სადაც იქნებიან ქართველი მუსიკოსები და ასევე ჩამოვიყვან მუსიკოსებს ლოს-ანჯელესიდან და იქნება ესეთი დაუვიწყარი შოუ თავისი მოცეკვავეებით. 22 აგვისტოს იქნება დაგეგმილი ეს კონცერტი. მზადება როგორ მიდის, ნუცა, რა სიახლეებია, რაღაცები გაგვიმხილე, რა ხდება, ვიცი რომ ყველაფერს და რაც თავია სად ჩატარდება კონცერტი, ესეც რო გითხრათ, რომელ კონცერტი კი, მზადების პროცესი მე უკვე ლოს-ანჯელესიდან დავიწყე, ლოს-ანჯელესში როცა ვიყავი, მაშინ უკვე ჩემს მუსიკალურ პროდიუსერთან ერთად და მუსიკალურ დირექტორთან ერთად უკვე დავიწყეთ რეპეტიციები და შოუ პროგრამის შედგენა, იქნება ქართული სიმღერები ძალიან ცნობილი და ასევე ჩემი რეპერტუარი და ასევე უცხოური სიმღერებიც იქნება ამ კონცერტზე. რა კარგი ამბები გაქვს და აქვე რო არ ჩაგეკითხო, არ შემიძლია სამომავლო გეგმებზე, ანუ შემდგომ რა იგეგმება? სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მეორე კონცერტი უკვე იგეგმება 26 სექტემბერს უკვე ლოს-ანჯელესში და კიდევ ახალი ალბომის გამოსვლაც, რომელიც უკვე ჩაწერილი მაქვს, უკვე მზად არის და ახალი ალბომიც გამოვა უკვე ჩემი წლის ბოლომდე. ძალიან კარგი, ნუცა. მოგვიყევი შენი წარმატების შესახებ, აკადემიის წევრი გახდი და გილოცავთ აქვე ყველა შენს წარმატებას, როგორც უკვე გითხარი, ძალიან გულშემატკივრობ. მოგვიყევი შენი წარმატების შესახებ, გაგვიზიარე. ნუ ეხლა გავხდი ერთი კვირის უკან უკვე გავხდი გრემის აკადემიის წევრი, რაც ძალიან მიხარია და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა, იმიტომ რომ გრემის აკადემიის წევრობა მართლაც რომ ძალიან დიდი მიზანი იყო ჩემი და უკვე აი ერთი წლის უკან მქონდა ესეთი მიზანი და უკვე ერთი კვირის უკან უკვე მომივიდა პასუხი რომ უკვე წევრი ვარ. გილოცავთ ამ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა, ნუცა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც უკვე გითხარით, ყველანი ძალიან გულშემატკივრობ, დარწმუნებული ვარ, შენი კონცერტიც დიდი ანშლაგი ჩაივლის, წარმატებებს გისურვებთ და დიდ სიყვარულს გიგზავნით ჩვენი სტუდიიდან. დიდი მადლობა.
წარმატებები. დიდი მადლობა. აბა დაუბრუნდით რუზრუსში და დაუბრუნდით დიდ ამბებში. დაუბრუნდით მსოფლიო ჩემპიონატს. დღეს ძალიან დიდი დღე, არ ვიცი, ნახევარფინალზე. ლამის მოვკვდი, დღეს უკვე ვემზადები რა. აი რამელის წინასწარ ხო არ ვიცი. გიორგისიანი ხდება ძალიან საინტერესო დასაწყისი ჩვენი. რა არის, რაღაცას პროგნოზს აკეთებს, კარგად. საფრანგეთიდან გამომდინარე? მაგარ პროგნოზებს მოდი პროგნოზებებს თქვა დასაწყისში ვეჯობ. რაში გაჯობა? გიორგი, აბა მოყევი. დაწინაურდა ახლა გაიგე. მიუსამძიმრო თავიდან. რაღაცა მივხვდი რომ დიდი ქიმიკი იყო დაწინაურდა ამ ერთხელ ახლა ამჯერად ესპანეთის ნაკრების საფრანგეთთან და კალკულატორით იჯექი და არ პოსტი დავწერე რომ ესპანეთის ნაკრებს ნუ მოკლედ მთელი ამბები და დამიწერა რომ ესე რა ქვია იმედიო მაჩის ბოლოსო არ წაშლიო პოსტსო რა და მეთქი იმედია შენ ესპანეთის მაისურით მოგიწევს აქ თქვენთან სტუმრად მოსვლა თქო და ნახეთ როგორ მოგდა ეგრეც აუხდა ყველაფერი ეს მოვიდა მაისურით და მე შენ ვერ მოხვედი საჩვენს მე ოფილი მაისურით მქონდა ვერ ვიპოვე და იცი რა არის მე და ნოე ვარ ამაყები იმიტომ რომ ერთ გუნდს უჭერთ მხარ რომს ესპა გუნდიანად რატო ესპანეთი რატო ესპანეთი იმიტომ რომ შენ აი ნოე ხარ ვისაც უჭერს მეც იმას უჭერს აი მეც ესე მიყვარს ჩემი ჯაჭვი მე სხვა დავიწყებ რა ანუ პროგნოზი რა მქონდა და რა მივიღე მე როგორც რეალ მადრიდის ღრმა ბავშვობიდან გულშემატკივარი ნო შენ სამივე ვართ ამ ნატილში ოთხი შემოგიერთდებით ხო სენსიტივი მაქვს რონალდოს მიმართ თან ან მის მართლა უნიკალურ კარიერას თუ კი რამე სჭირდებოდა იყო მსოფლიოს მოგება და რატომღაც მაინც ჯეროდა და იმედი მქონდა რომ ამ ტიტულსაც შემატებდა თუმცა ეს არაფერს არ ცვლის რომ უდიდესი ფეხბურთელია ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ან რთული გზა შეხვდათ აი სხვა გუნდთან რომ ეთამაშა ბუნებრივია რომ უფრო მეტი შანსი ექნებოდა იმიტომ რომ პორტუგალიის ნაკრები არის ძალიან გამოცდილი და ძალიან ისე დახუნძლული გამორჩეული ფეხბურთელებით, მაგრამ პოტენციურ ჩემპიონთან წააგო, ხო? ახლა დღეს ან ერთი გაიმარჯვებს, ან მეორე, ბუნებრივია რომ არ არის მარტივი ჩემპიონთან, მაგრამ არა მაგარი თამაში ასე ვთქვათ, თქმა არ მინდა, იმიტომ რომ რაღაც მაგალითად საფრანგეთსაც უნდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ყველა ინდივიდუალური არა მაინც ვის გულ შემატკივრო არა მინდა რომ ანუ ჩემი ხედვა გაგიზიაროთ რადგან ამ ორ გუნდს შორის ეს ვინ უნდა გაიმარჯვოს მიდის ადამიანი მიდი ნაბიჯი საფრანგეთი ჩემი ინდივიდუალური ფეხბურთით ყველას ჯობდა მაგრამ მენტალურად არგენტინამ გაჯობა ის კამბექები რაც გააკეთა არგენტინამ არ ვიცი აი ერთი სანახაობა იყო და მართლა ჩემი და მანიკას შემთხვევაში არა ნახეთ ჩემი და მანიკას შემთხვევაში ნაკრებებს გულისხმობ პორტუგალიასაც და საფრანგეთსაც პორტუგალიას რა შემადგენლობაც ყავდა ეხლა ნუ კი ესპანეთს ქომაგობს მაგრამ ფეხბურთი იცი და დამეთანხმება და საფრანგეთსაც ანუ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ რაღაცა ამ ეტაპზე სადღაც მოუწევდა ანუ მწვრთნელებში ძალიან ანუ დელაფუენტე არის გენიოსი ჩემი აზრით ესპანეთის მწვრთნელი და ჩვენ შემთხვევაში ამ შემადგენლობებს რო ვერ გამოიყენებ რა ცუდი არის ჩემი აზრით რა გჭირდება აი ბევრი რაღაცა ბევრი მაგრამ ვაბრალებ მწვრთნელებს რა და გამარჯვებულის პოზიციაზე მოხდები ხარ ამაყატა მიდი ლაპარაკი შენს გულს რა გაუხარდება ამ საღამოს ვინ მოიგო მოდი ასე ვიტყვი არც დიდად რომელიმე გუნდის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ მგონია რომ მესი თუ ინდივიდუალურ ფეხბურთელებს უფრო გულშემატკივრობ ამ შემთხვევაში. მესის მოგება უფრო გამიხარდება, იმიტომ რომ იამალი ძალიან პატარაა და კიდევ ბევრი წელი აქვს წინ და შეუძლია ორჯერაც მოიგოს და მეტჯერაც. მაგრამ მაინც ორი გამოვარჩინა. მე გულს ველად სოფლიო ჩემპიონატი რომ დაიწყო, სადღაც თქვი რომ საფრანგეთი, არგენტინა იქნება ფინალში. რაღა მომენტებს უშვებ, სხვა მატჩის მომენტები გაგიშვათ, ხო შეიძლება. აი საფრანგეთი კიდე ერთხელ შეხვდა ერთმანეთს. სადღაც არ ფიქრობდი რომ დამარცხდებოდნენ. ანუ გულს ყველა ფიქრობდა მაგას. ამ თამაშის ყურებას მაგარი ისტორია აქვს ჩემთვის რა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა პირველი დღიდან ჯერ ვიტყვი იმას რომ ჩემპიონატი შედგა რა, იმიტომ რომ 62 გუნდიან ჩემპიონატს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ყველა, მაგრამ ჩემპიონატი გამოდგა ძალიან კარგი და მათ შორის ახალი გუნდების აღმოჩენებით.
სამწუხაროდ კიდე ერთხელ გიორგი წუხარ რაც მოხდა, მაგრამ მორჩება გადაცემა. მაინც უკვე გუშინდელი დღე არის და უკვე შეგვიძლია მომავალს უყუროთ. ნამდვილად საფრანგეთს ყველა ელოდა ფინალში, თუმცა ჩემი გათვლებით მე როდესაც დავინახე უკვე სადრა შეიძლებოდა მომხდარიყო, ვინვის შეიძლებოდა დაჯახებოდა, შეხვედროდა, მაინც ღრმად მწამდა რომ ის გუნდური ფეხბურთი, რომელიც ესპანეთს გააჩნია დღევანდელ დღეს და რომელიც არის უპრეცედენტო და ალბათ ყველაზე მაღალი დონის გუნდურობას გულისხმობ რა. ფეხბურთს მორგებულ გუნდს არ გულისხმობ. გუნდურობას გულისხმობ, მსგავსი არავის არ აქვს და შესაბამისად მე დარწმუნებული ვიყავი რომ ფინალში ეს ნაკრები იქნებოდა, რომელსაც მე ბავშვობიდან გულშემატკივრობდა, ძალიან მიხარია რომ ესე ხდება. რაც შეეხება არგენტინას, კი ბატონო, არგენტინას რაღაცა პროგრესი განიცადა უფრო მეორე ნახევარში რა, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ რა, ახლა ცოდვა გამხელილი ჯობს, ყველაზე მარტივი ბადე ქონდა. თუმცა იმ მარტივ ბადესაც ძალიან რთულად სულ დამატებით დროში გადიოდა. კაბო ვერდე კინაღამ გავიდა მეოთხედ ფინალში, პირველ ფინალში აღარ მახსოვს, ეგვიპტესთან გულწრფელად მთელი ნაკრები შემეცოდა, იმიტომ რომ რაღაც კუთხით ისინიც იმსახურებდნენ გასვლას და მე მგონია რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რაც ვერ გავთვალე, დარწმუნებული ვიყავი რომ ინგლისი გადიოდა, რო არა, მე არ ვარ ამის ექსპერტი, ერთი ადამიანის ერთი გულშემატკივრის აზრით იქაც პრობლემა შეცდომა რომ მთელი გუნდი აგერ გუშინ ტრამპმაც გააკეთა კომენტარი ფეხბურთის არ მწოდნე ტრამპმა რომ იმ კაცო კეინსო რა უნდა დაწვაშიო რა ვის მხარეს ამერიკის მხარეს იყო და მე არ ვიციო ფეხბურთი ის კაციო გოლფს რო თამაშობსო კარგად კეინზე და დაწვაში რატო მართლა ეს თითქოს რაღაცა იმაში დაისტრესა გოლის გატანის შემდეგ. და ყველა დაცვაში გაუშვა. წელში გამართულიყო მთელი გუნდი დაცვაში დააყენა და მეგონი ამის შედეგი არის. ასეთი ფეხბურთი, თუმცა ისიც არ უნდა გამოურიცხოთ, როგორი შემტევი ფეხბურთი ანახა არგენტინა, მაგრამ კადრებს ხედავთ და რა თქმა უნდა ის ფენომენი რომ მესი თავის ასაკში ისეთი ფენომენალურია, როგორც 4 წლის წინ, როდესაც ჩემპიონები გახდნენ. იქაც შემთხვევით, მოდი თქვათ, პენლების სერია, იქაც კაცმარცის რა მოხდებოდა სხვა შემთხვევაში ხოლმე, მაგრამ გამარჯვებული არგენტინა და შედეგით იზომება და მოდი ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ფენომენალური ფეხბურთელია და იმასაც ვიტყვი, რომ მოიგებს თუ არ მიუხედავად იმისა, რომ მე ხა როგორც რეალ მადრიდის გულშემატკივარი სულ რონალდოსკენ ვიყავი ჩვენ რონალდოსები ვართ ამ ორ პაიქრობას შორის მაინც ვაღიარებ რომ რა თქმა უნდა მესისთან ახლოს არავინ არ მივა მიუხედავად იმისა არგენტინა გახდება თუ არა დღეს ჩემპიონი მაგის და მიუხედავად მესი არის შეუდარებელი თუმცა მაინც გონია რომ დღეს გუნდურობა გაიმარჯვებს და დღეს ეს ძალიან დაძაბული მაჩვეულა და ორ წელიწადში გადის პენსიაზე. ნოემბრად თქვა ყველაზე კარგად გუნდურ ფეხბურთს თამაშობს ესპანეთი, მაგრამ მენტალურად თუ კი რომელიმე ნაკრებს შეუძლია რომ ესპანეთს მოუგოს არის არგენტინა. 2 პლუსი აქვს არგენტინას დღეს ესპანეთთან შედარებით, გეთახმები, ანუ აი ეს მენტალურად ძალიან სხვა დონეზე არიან განწყობილი საერთოდ, იმიტომ რომ რაღაცა აი რომელიც მოსაგებია არა ნახე რას ვამბობ და მეორე თავად მენტალურად ძალიან მე არიან შემოგიორდი. ანუ ტიპს იმხელა ფეხბურთელი ყავთ რომ თქვენ არ ყავთ ეგეთი რა, თქვენ არ ყავთ ეგეთი. ეს ზე როს ეძახი. მადრიდის გულშემატკივრები. არა მე მოგილოსავ დღეს თუ გაიმარჯვებ, მაგრამ რას აღიარებთ, მესი თუ რონალდო? ან ნახე მე როგორც ჩემი სუბიექტური აზრი არის რომ მე უფრო მომწონს კრისტიანო რონალდო. მაგრამ ფეხბურთელი თუ როგორც ათლეტი? არა, როგორც სპორტსმენი ზოგადად, მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ მესი ალბათ სხვა დონეა რა. ხო, ძალიან დედა უფრო გიყვარს თუ მამას ამბავია. სერხიო რამოსი რა სუდია რო არ თამაშობს. რონალდოს მიმართ უფრო კეთილგანწყობილი და ასე ვთქვათ. თუმცა ნახე ჩვენ რონალდოს გულშემატკივრები რითი განსხვავდებით მესის გულშემატკივრები. ვაღიარებთ მესის. ანუ ვაღიარებთ რომ მესი არის ფენომენალური ფეხბურთელი და მესის გულშემატკივრები მაგალითად ჩემ კომენტარებში ხდებოდა
და უბედურა რომ დავწერე რომ ისევ ამ ორი კაცის პაიქრობა ვისი სადა რონალდო აი და დაგაბერაგო ვიდ უბეკეთ იმენა შეუიას ეს გეკამათებოდა ხო შეგიძლია არა ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ წლევანდელ მსოფლიოზე რონალდო ნამდვილად არ ჩანდა და მესიმ საოცრად რატო არ ჩანდა? კი, ძალიან დიდი სხვაობაა. აღარ შეეძლო ისე, როგორც მანამდე მიწოვლები ვიყავით ჩვენ. კი ბატონო, რონალდო მაინც ისტორია შევა 1000 გოლზე ავა, მაგის აუცილებლად. ჯერა და არ გონია მას ვინმე დაეწიოს და ამ ნაწილში იქნება მსოფლიოს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მიუღწეველი შედეგის მქონე. იყო წლები, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო იყო რონალდო, რამდენჯერ აიღო თასიო? 3ჯერ თუ 4ჯერ. კრისტიანო? ჩემპიონთა ლიგაზეა საუბარი. არა, ოქროს ბურთი რამდენჯერ აქვს? ოქროს ბურთი 4ჯერ. 4ჯერ აქვს აღებული. ესე იგი 4ჯერ. კი, 7ჯერ მესი. თუმცა რაოდენობრივად ეს იყო დარჩენილი. როგორ წდება გული? ოქროს ბურთი ახსენე. წდება გული, იმიტომ რომ მართლა რაღაცა საოცარი კარიერა განვლო და ერთადერთი ტიტული რომელიც არ აქვს მიღებული არის თუმცა ძალიან მაგარი ეპოქის დასასრული იქნებოდა ძალიან ფინალი პორტუგალია არგენტინა ჯაჯო და მეთანხმება რომ ძალიან მაგარი დასასრული იქნებოდა ეპოქის ფინალი რო ყოფილიყო პორტუგალია არგენტინა და სხვათა შორის პორტუგალი რო ესპანეთს ეთამაშებოდა ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა საქართველოს ნაკრებს თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა როდესაც მე ესპანეთის წინააღმდეგ ვიყავი პორტუგალიის სასარგებლოდ რომ ფინალში ესეთი ფინალი შემდგარიყო თუმცა ის ფეხბურთის გულშემატკივრები არა უნდა ვთქვათ რომ ყველაზე რთული ბადე შეხვდა არგენტინას პორტუგალია რა საყვარელი არა პორტუგალია ვიგულისხმე ხო აი ოქროს ბურთი ახსენეთ რა ანუ ხო ბუდიში უცებ სანამიტყვი ანუ ესე იგი ნახე საბოლოო ჯამში ვთანხმდებით რაზე რომ ანუ ესპანეთი არგენტინას შორის ანუ ესპანეთს თუ უქომაგებდი იმიტომ რომ წავაგე ფინალისტთან თქო ჩემპიონთან თქო ეს ხო იცი ეს გაправება ბჭყალებში რო გქონოდა მაგრამ რადგან მესი ფინალშია ჩვენ მე არ ვიქნები ხა ეს რაღაცა სექტის წარმომადგენელი ვიტყვი რომ გამიხარდება თუ დაასრულებს მეორეჯერად შეძლოს ინდივიდუალური თვალსაზრისით. მე არ მაქვს ეგეთი მიდგომა, იმიტომ რომ მე მგონია რომ მესიმ უკვე სულ არ აიღოს ეს თასი. არა, გეყოფა ფინალში რო გახვედით. ფინალში რო გახვედით, თქვენ ისე უკვე შედეგია და შეიგეთ რა ფინალში გასვლის ამბავი. ანუ ვაღიარებთ რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია? რა თქმა უნდა, მაგას ჩვენი აღიარება ამ შემთხვევაში ერთი შეკითხვა ძალიან გთხოვთ არ ეხლა ჩვენ გვიყურებს მაყურებელი რომელსაც აინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ არა თქვენ როგორ უყურებთ როგორ გამოხატავთ სად უყურებთ იმიტომ რომ ქვეყანა გასულია ქუჩა ბარი რაღაცა აი სად უყურებთ ფეხბურთს მე ერთ-ერთ დაწესებულებაში მივდივარ, სადაც ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარი ერთად და იქ არის ერთი ამბავი, რა თქმა უნდა. ეს მუხტი უხდება საერთოდ ფეხბურთს. სახალხო სპორტია და რაც უფრო მეტ ადამიანთან ერთად შეძლებთ და უყურებთ, უფრო სასიამოვნოა პროცესი. ჩემ ოჯახში ჩემს გოგოებთან ერთად ესპანეთის მაისურები ყველა სააგ და მართლა? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ბამოს ესპანია იქნება. ამაღამ სულაბერიძე. მე კარგი ფეხბურთის გულშემატკივარი ვიქნები. გიორგი ჩვენ ახლა ნახევარფინალს ვუყურეთ სამსახურში შევიკრიბეთ 20 კაცი და ტელევიზორის ნახევარი გავაფუჭებთ. დაუბრუნდეთ ოქროს ბურთს რა. ვინ გავაკეთე ტელევიზორს და გავაფუჭებთ. ოქროს ბურთი. დააცადეთ ბუბას 5 ჯერ შეკითხა. ოქროს ბურთი კილიან ოქროს ბურთს კილიან ბაპი აიღებს, არ მგონია მესიმ დღეს 2 გოლი შეაგდოს ფინალში. არა. ბურთი არა, ოქროს ბურთი. ხო და მე მგონია რომ ოქროს ბურთი ოქროს ბურთზე ნერვიულობს ისეთი ვინც არ გულშემატკივრობდეს ხვიჩას. კი ბატონო, აი მაგიტო დავიწყე ეს საუბარი რომ მესი აიღებს. არ ვიცი. თუ მოიგო. მესი თუ მოიგო, თუ არ მოიგო თუ არ მოიგო არ ვიცი. ეხლა გამოეთიშა შანსი დარჩება ხვიჩას. შორის ნახე ისა როგორ ის აღგორეს პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებმა ნახე ეს მენდეშმა და ვიტინიამ და ვიღაცებმა ანუ ბოლო ეხლა ინგლისი რო გამოვარდა არგენტინასთან დაიწყეს კვარას ფოტოების დადება თავის პირად სოციალურ გვერდებზე რა ანუ ჰაკიმი მაგალითად ეს კვარას ჟესტით ის რაღაც ფოტო დადო მენდეშმა დემბელემაც ეგრე ანუ ფოტოები ინგლისი რო გამარდა და რაღაცა ხვდები ანუ თვითონ თემის წამო იმიტომ რომ კეინი იყო ერთ-ერთი მთავარი ვისაც შეიძლებოდა და გამოვარდა და მესიმ თუ ვერ მოიგო
ოდნავ შანს მე მგონი მინდა. ხო, რაღაც შანსები დარჩება. კი, გამოგოთ. მაგრამ სამწუხაროდ წელს დაემთხვა მაინდა-მაინც სოფლიო და ხვიჩა საოცარი სეზონი, იმიტომ რომ ყოველ წელს ვითარდება ეს ბიჭი და ყოველ წელს ასწავლებს აკეთებს. შემდეგ წელს დარწმუნდა, წელს თუ სამწუხაროდ ვერ აიღებს, შემდეგ წელს აიღებს. ეს სამწუხარო გარი. თუ ვერ აიღებს სოფლიო დაემთხვა და აქედან გამომდინარე ჩვენ ხო არ თამაშობ სოფლიოზე და ესეც განსაზღვრავს რა. რაღაც შანსები ექნება. 20 წელიწადში ერთხელაა ჯეჯო სოფლიო და ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ, ანუ ბოლო 2 წლის განმავლობაში იწყება ხოლმე საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩვენ ნაკრები ცდილობს ხოლმე იმედია 20-30-ში მოვხვდებით. ჩამჭრელი კითხვა დამისი. თალყურს სოფლიო ჩემპიონატს. როდისაა ფინალი? კი, ეს ისეთი მოვლენაა ფეხბურთის სამყაროში. დღეს 23-ზე. დააცადეთ მანიკას არა, თავიდანვე ადევნებთ თუ არა, ანუ 4 წელიწადში ერთხელ არის და ეხლა ფეხბურთი საწყობად ეს ისეთი მოვლენაა, რომ ყველა გუნდის და ყველა ნაკრების თამაში მაინტერესებს ხოლმე და შესაძლოა რატომღაც მეგონა რომ საფრანგეთი იქნებოდა მაგალითად ფინალში, იმიტომ რომ პირველივე ჯერზე ერთ-ერთი გამრჩეული იყო თავისი ხო ინდივიდუალური ფეხბურთი. თქვა რომ ლათინური ფეხბურთის ზეიმია. ძირითადად დედა 4 წელიწადში 70 წლის უბრალოდ ერთი პრობლემა იყო რა, რომ ანუ სოფლიო ჩემპიონატი სანამ იწყება, მანიკამ როგორც თქვა, ანუ მართლა კაპოვერდეს და რა ვკავა, ეხლა არ იყვნენ თუნდაც მათ შორის განას თამაშიც მაინტერესებს ყველაფერი, იმიტომ სოფლიოა, უბრალოდ დროები იყო ისეთი ხო. დროები იყო ხა ამის 5 საათი. მაგრამ მაგარ ისტორიას მოვყვები რა. ესა რა ქვია, ჯგუფურები არის და გამეღვიძა რაღაცაზე, არ ვიცი ხამე გამეღვიძა, რაღაც წყალი მომინდა და გამოდივარ 4 თუ 5 საათი და ბებია ჩემი ზის. რა გაძინებს რა თამაშია. მეთქი ადამიანი 5 საათია, დილის 5 საათი, ანუ ბებია ჩემი მამა ჩემის და არის რომ ფეხბურთის რა გითხრათ, ანუ ძალიან გულშემატკივარი და ძალიან იცის. ანუ ჩემზე მეტად იცის რაღაცები და 5 საათზე იჯდა ბიჭო უყურებდა და ფეხბურთს. ანუ მეთქი აი ბებო რა გიქო. მე მომივიდა მაგარი ამბავი მაგის მოყოლა დავიწყე და მე თვითონ შევცვალე თემა, ესე იგი ბოლო 3 დღე ძალიან განვიცდიდი რომ ნახევარფინალს ესპანეთს საფრანგეთს ვერ უყურებდი, იმიტომ რომ მაგ დროს მქონდა ფრენა. და ერთი ქალაქიდან მეორეში მივფრინავდი და სხვა ბილეთი არ იყო უბრალოდ რა და ძალიან დეპრესიაში ვიყავი. ბუნებრივია. ეგეთი თამაშის გამოტოვებაში აფრინდა თუ არა, თვითფრინავენ 5 წუთით ადრე. ბორდზე გამოაცხადეს, რომ ჩვენო გვაქვს Wi-Fi და შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ რა. მაგრამ არ არის ხოლმე კაი Wi-Fi, ისეთი რომ ზარი განახორციელო. და ისეთი კაი Wi-Fi აღმოჩნდა, დავრეკე სახლში. მე ვცადი, აბა ვიდეოთი თუ იქნება და ტელევიზორთან დავადებინე ტელეფონი. ეგ კარგია ხო. ეს არის ფეხბურთი არ ჩართავ. ესა ფეხბურთი. რომელ ბორდზე უყიროდი და გიჟივით მიყურებდი. რომელ სოფლიოს გამოარჩევდით? ისე ერთ-ერთი საუკეთესო თუ გაქვთ? 90 წლის სოფლიო ჩემპიონატს, სადაც არ ვიყავი დაბადებული. ანუ ევროპით დავიწყე 8 წლის ასაკში, 88 წლის ჰოლანდიის ნაკრები და კი, იმიტომ რომ ეს იტალიის ჩემპიონატი მაინც ჩემთვის პირველი მსოფლიო იყო და რაღაცას პირველად რო ხდება მოვლენა შენ ცხოვრებაში დაუვიწყარია, მაშინ შემიყვარდა მსოფლიო ჩემპიონატის ყურება და ის ჰიმნი ფეხბურთის, რომელიც ჯანანანინი ასრულებდა და დღემდე სუტრენდებში, აი დღემდე რაღაცნაირად განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩემში და მაგარი ჩემპიონატი იყო იტალიაში. მე 98 იყო. მარადონას გულშემატკივრობდი მაშინ მე და მაშინ აი ძალიან განვიცადი რომ ფინალში გერმანია მოუგო არგენტინას და 98 იყო ჩემი. 5 წლის ვიყავი, საიდანაც დაიწყო ზოგადად ფეხბურთის ყურება და საფრანგეთმა რო ბრაზილიას მოუგო 3-0. ანუ ბავშვობიდან საფრანგეთს ბრაზილია რომ მოწამლული იყო ვითომ მთელი ნაკრები რაღაცა ეგეთი კონსპირაციული თეორიები რო გაიჩითა იქ და არა მაშინ სასწავლო ზიდანმა რო გაიტანა კი ბატონო ემანუელ პეტიმ გაიტანა და მესამე გაიტანა თუ არ ჩემთვის ფეხბურთი ზიდანი ფიწყება ორი გაიტანა მესამე ორი გაიტანა ზიზუ და საფრანგეთს გაწვრთნის ეხა ზიზუ და ბევრად შეიძლება ბევრი ზიზუ რა მაგარი იყო მე გადაგიყვარდა თუ ყურში გეუბნებიან რეალ მადრიდთან ასოცირდება ხა ზიზუ მახსოვს ეგ
თამაში. ზიზუს გამო შემიყვარდა ფეხბურთი და საერთოდ ეგ პერიოდი რა იყო ზიდანი, კარლოსი, რის გამო სხვა სენტიმენტები აი ნახე პირველი რა იყო? აი როგორ დაიწყეს სიყვარული? ალბათ ოჯახიდანაც უნდა მოდიოდეს. ახლა ჩემ ოჯახში მამა ჩემი იყო რეალ მადრიდის გულშემატკივარი და ეს ბავშვობიდან მესმოდა რომ რეალ მადრიდის სამეფო კლუბი და ის პერიოდი ხალა მადრიდ რა თქმა უნდა და ის პერიოდი იყო როცა ზიზუ თამაშობდა და იყო არ ვიცი მსოფლიო ვარსკვლავი და ლეგენდა და თან გარდა ფეხბურთის აი ადამიანური კუთხითაც რაღაცნაირი პერსონა არის და ისეული ადამიანია კაცია რა ხო და მოკლედ ზიზუ იწყება ჩემთვის მადლობა მაინც უნდა უთხრათ იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონები გახადა ფრანგები ორჯერ ფინალში მაგ შემადგენლობით ერთხელ მეც გავხდიდი მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთის ნაკრებს ევროპაც უნდა მიეყოლებინა როგორც ესპანეთს ფაქნა სწორი შეკრა ჭირდება ჯერ ესეთი აგერ შემადგენლობა კი ქონდა პორტუგალიას და ვერ გაწდა წელს რა მოქმედი ოქროს ბურთი სულ წინა იმის არა ფინიკით თანხდები უხდება ფეხბურთს რატომ არ გახდით ეს ფეხბურთელები აი ისეთი კაი სპორტსმენი ვიყავი მაგრამ აი და უბრალოდ არმა რაღაცნაირად ისე მოხდა 90-იანები იყო რა და არ მატარეს მშობლებმა რა და ძალიან შენ იქნებოდი სასწაული ფეხბურთელი მანიკა იქნებოდა ჯერ ისეთი გულშემატკივარია რომ არ ვიცი მოხდით ხო ერთი აი ის ისტორია ბექა თამაშზე ვერ წახვედი და ხო ბევრი ზოგადად ხო მიყვარს სპორტი ფეხბურთის კალათბურთის და ყველა სპორტი მიყვარს და ხო აი ხა სპორტსმენობაზე არასდროს არ მიფიქრია მაგრამ როგორც გულშემატკივარი ნამდვილად ჩემპიონი ვარ შენ ისეთი ლამაზი ხარო აი არ ლამაზი არ გჭირდება გულშემატკივრობაში არა მე გეუბნები რომ იქნება იმ მომენტში არ მგონია ლამაზი ვიყო რომ ყვირი სოფლიო ჩემპიონატი რომ მორჩება აქ ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და არაჩვეულებრივი სტადიონი გვაქვს იმედის ეზოში ესპანეთის ფორმებით გამობრძანდით თქვენ შეკარით გუნდი აქ მაინც გინდა რომ არა არ ვიცი აქაც წავაგოთ და საფრანგეთის ნაკრების გუნდს მე გამოვიყვან შენ ესპანეთის და ვითამაშოთ იმედის ეზოში აგერ თავაზობ შენ ის მხარეს ხარ ამ შემთხვევაში ლამაზი ფეხბურთი იმიტომ რომ არც ერთისკენ არ ვარ ასე რა ხო მაგრამ სად ითამაშება სადღაც უნდა ავიღო ისა რა ესპანეთი საფრანგეთი ხო საფრანგეთი ესპანეთი შორის გადასარევი იდეა სიძლიერე დაჭირდება იმ გუნდს გავაძლიერებ შენიფები მეკარი ესპანეთისკენ იყავი აი ხوامბო ხო ეგ ძალიან კაი იდეაა აი მე და ჯაჯო მოგიგებ ნახე შეიძლება არა შეიძლება მე არ ვამბობ რომ მოვიგებთო მაგრამ ანუ რევანშის საშუალება აი ფებს მოვიგებ ხმალი გაქვს დაყრილი ნახე აი უკვე ისე რომ გიტევს ხო ხდება ძალიან განწირული მონოლოგი ვეღარ ახარ არა ვერ საფრანგეთი არა ჩემი გუნდი გამყავს და ვეპატიჟები ნოესულოვერის გუნდს შესაბამისად ბევრად დაჩაგრული იტალიის გულშემატკივარი საერთოდ ეს მაისური როგორ ვიყიდე ისი ბუბა მავნებლურ ხასიათზე ვიყავი იტალიაში და სპორტულ მაღაზიაში შევედი და ბოსნიის ნაკრების მაისური ვიკითხე თუ ქონდათ რა და პასუხიც არ გამწეს ბოსნია რო გამოაგდო იტალია რო მაგის გამო და იმად უფრო არა და იქ კიდე ეს მაინც არასდროს ესე მაისურით არ მივლია გულშემატკივრობდი და რატომღაც მომინდა რომ მეთქი წელს გახდებიან ჩემპიონები და უნდა მქონდეს რომ ამ ერთ ვარსკვლავს კიდე ერთი დაემატოს ჩემო ჯაჯო ალბათ დღეს მაგარი ფინალი იქნება და წარმატებებს უსურვებ მართლა გულწრფელად ეხლა კი ვხუმრობთ მაგრამ ორივე გუნდი იქნება დამსახურებული თუ გაიმარჯვებს ყავს ჯგუფში საოცარი გულშემატკივარი ფეხბურთის მადლობა მინდა უთხრა გიორგი კაკაბაძეს ჩემს მასწავლებელს იმიტომ რომ თუ კი რამე გოლი გაიტანეს და ვიცოდი გიორგის დამცავი. კი და ბოლოს მე მაინც ვიცი რომ ყველა დამეთანხმებით მაინც გულით სულით გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ნაკრებს. რომელიც 4 წელიწადში აუცილებლად იმედია. შემდეგ მსოფლიოზე რომ ბოლოს თბილად დასრულოთ მეგონა მეტყოდა საფრანგეთზე კიდე რაღაცას და კიდე კაი არ თქვა. დავასრულებ ახლა ყველას ერთი აზრი გვაქვს დილეტანტებსაც და აი თქვენ პროფესიონალებსაც და ძალიან მაგარ გულშემატკივრებსაც გვაქვს ერთი აზრი
რომ ოქროს ბურთს რომ აიღებს ხვიჩა კვარაცხელი ამაზე მეტად არაფერი არ გაგვიხარდება არც ერთს და სულ დავწოვებ საფრანგეთის ნაკრების მაისურს მოგონმაგი მოხდება მანამდე უბულშემატკივრად ხური აღარ დაჭირდება მაგრამ არა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის დღეს ნამდვილად ცხელი საღამო ღამე გველის წარმატება ყველა იმ გულშემატკივრას რომელ გუნდს გულშემატკივრას კიდევ ერთხელ და ჩვენ შაბათამდე გემშვიდობებით შაბათს ყველა ერთად ისე თქვენთან ერთად ვიქნებით ნახვამდის დროებით